საქმე იმაშია, რომ საბავშვო ოთახის მაგია ძალიან უცნაური და საოცარია და მისი თავისებურება მხოლოდ ცხენივით ბრძენით და გამოცდილ სათამაშოებს ესმოდათ. რა არის ნამდვილი? იკითხა ერთ დღეს კურდღელმა. როდესაც ისინი გვერდიგვერდ იწვნენ საბავშვო ოთახის სათამაშო ღობის გვერდით, სანამ ბებო ოთახის მისალაგებლად შემოვიდოდა. როდესაც შიგნით რაღაც გიბზუის და გამოშვერილი დასაქოქი გააქვს? ინტერესით მისჩერებოდა კურდღელი ცხენს. ნამდვილობა იმაზე არაა დამოკიდებული, როგორ დაგამზადეს. თქვა ცხენმა დინჯად. ეს ისეთი რამაა, რაც მერეც შეიძლება დაგემართოს. მაგალითად მაშინ, როდესაც ბავშვს ძალიან და დიდი ხნის მანძილზე უყვარხარ. არა მხოლოდ სათამაშოდ და გასართობად, არამედ ნამდვილად უყვარხარ. აი მაშინ ხდები ნამდვილი. მტკივნეულია? იკითხა კურდღელმა. ხანდახან. უპასუხა ცხენმა, რადგან ის ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. როდესაც ნამდვილი ხარ, ტკივილიშიში იმდენად აღარ გაღელვებს. და ეს ერთბაშად გემართება? გეგონება დაგქოქესო? თუ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში? იკითხა ისევ კურდღელმა. ერთბაშად არ ხდება. შენ გარდაიქმნები. ამას დიდი დრო უნდა. ამიტომ არ ემართება ეს ხშირად ისეთ არსებებს, რომლებიც ადვილად ტყდებიან, ან მახვილი კუთხეები აქვთ, ან რომელთაც განსაკუთრებულად ფრთხილი შენახვა სჭირდებათ. როგორც წესი, იმ დროისთვის, როცა ნამდვილი ხდები, შენი ბეწვის დიდი ნაწილი სიყვარულისგან გაცვეთილია. თვალი აღარ გიჭრის, სახსრები მოგიდონდა და უკვე ძალიან გაცვეთილი ხარ. მაგრამ ამ ყველაფერს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ როდესაც ნამდვილი ხდები, უშნო ვეღარ იქნები. ან მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არაფერი ესმით ამ ქვეყანაზე. მგონი შენ ხარ ნამდვილი. თქვა კურდღელმა და მაშინვე ინანა, ვაიდა ცხენს გულზე მოხვედროდა, მაგრამ სარწეველა ცხენმა შვიდად გაიღიმა. ბიჭის ბიძამ მაქცია მე ნამდვილად. თქვა მან. ეს ძალიან ბევრი წლის წინ მოხდა, მაგრამ როდესაც ნამდვილი ხდები, უკან მოსაბრუნებელი გზა აღარაა. ეს სამუდამოა. კურდღელმა ამოიოხრა. მისი აზრით, ძალიან დიდი დრო იყო იქამდე, სანამ ნამდვილად გახდო მის ჯადოსნობა მას შეეხებოდა. სული უკაცკაცებდა გაეგო, რას ეძახდნენ ნამდვილს. გამოეცადა, რას გრძნობდნენ ნამდვილები, მაგრამ თან გაცრეცის და თვალებისა და ულვაშების გაცვეთის საშიშროება ანაღვლიენებდა. ძალიან უნდოდა ნამდვილი გამხდარიყო, მაგრამ ამ უსიამოვნო თამდევი ამბების გარეშე.